Perfa daguslo gagazierot სულიერ ცისვა გქონდეთ ცხოვრობთ ჩვენ მიწიერ ცხოვრებას ჩვენს ჯვარპირთონებას გავდივართ თავისი სიმძიმეებით თავისი განსასწრებით თავისი ბრძოლებით ხილულით უხილავი ნებით უნებლიეთ ყველაფერი რაც არის ხდება ეს ხდება იმისთვის რომ ჩვენ უფრო მეტად გავძლიერდეთ სარწმუნოებაში მეტად უერთგულოთ უფალ ჩვენ იესო ქრისტეს ასეთია მიწიერი ცხოვრების მიწიერი რეალობის ამ ჩვენი სოდობით დამძიმებული რეალობის კანონები მაგრამ ჩვენ ამასოფლის კანონებით ამასოფლის ამ რეალობის კანონებით ამა სოფლის ხატებაზე კი არ უნდა გადავიდეთ და ამასოფლის კანონებით კი არ უნდა ვიცხოვროთ და მამონას კანონებით ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ქრისტეს კანონებით უფლისა ჩვენს იესო ქრისტეს კანონებით და უნდა მეტად გავხსნათ ჩვენი გონება და გული ორ დღევანდელ სახარებაში იყო რომ ვიცნოთ ქრისტე რომ აგვეხილოს თვალები და ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოების დოქტრინით, წვენით, სოფხედელობით, სოფშეგრძნებით შეარაღებულებმა დავინახოთ ის თავარი ჩვენთვის სულიერი საზრდო, თავარი ჩვენთვის ცხოვრების საზრისი, ჯვარპირთულობის ამოცანა ამოუხსნა ჩვენი ცხოვრებისა. წვენა ზოგჯერ ისეთი ძლიერია და ისეთი დიდია, რომ ადამიანს ხანდახან აზრი უწყდება ხოლმე. სადაც ძალიან ძლიერია წვენა, იქ ხანდახან აზრი იჩაგრება. მაგრამ სადაც ხანდახან აზრი უფრო ძლიერდება, მერე წმენა ხოლმე უკანა სიფრთხეზე გადადის. აი ზუსტად ბალანსირებაა საჭირო. ეს ორი ფრთა, წმენა და ცოდნა, ცოდნა და წმენა, ამ ორი ფრთით ნებისმიერ უბსკულს გადავნახავთ. სადაც იკლებს წმენა, იქ მატულობს გონება ჩვენი. სადაც იკლებს გონება, იქ მატულობს წმენა ჩვენი. გონება და გული, გული და გონება, ორივე განწმენდილი უნდა იყოს, რათა მასში საღად გაუმრუდებლად აღვიქვათ ის რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით და შევიცნოთ ჩვენი ცხოვრების საზრისი. ამიტომ იმ პაუზაში, რასაც ჩვენ განსაცდელებს შორის ქრისტე გვაძლევს ნეტარებით, ზიარებით, წყალობით, იმ განსაცდელებისა და იმ სიმძიმეების პაუზასა და ინტერვალში, რასაც ზოგჯერ ჩვენ შვებას, დამშვიდებას და ხანდახან ღვთის წყალობით იმ წვეთს ღვთისას, რომელიც მადლი ჩამოდის და გვამშვიდებს, ვეძახით, აი იქ შეიმეცნება ქრისტე. იქ შეიმეცნება უფალი ზიარებაში, იმ მცირე წყალობებში დაუმსახურებელი, რადგან ჩვენ არც დამსახურების გამო, არც მომზადების გამო გვეძლევა ზიარება. ზოგადად ვამბობთ ხოლმე, არ ვარ ბზად, არ ვარ ღირსი. რა თქმა უნდა, არც ვარ ბზად და არც ვარ ღირსი. მაგრამ ჩვენ რომ ველოდოთ იმას, როდის ვიქნებით ბზად და როდის ვიქნებით ღირსი, სამი წერტილი, არ ვიცი რამდენი რიცხვი უნდა დავწეროთ, რამდენი დრო დაწელი დაგვჭირდება ამისათვის. ამისაც კიდევ დროის სენზი არ არსებობს. არც მზად ვარ, არც ღირსი ვარ, მაგრამ უფალი როგორც დაუმსახურებელ წყალობას საჩუქრად მისი ღვაწლით აღსრულებული სისხლით და ხორცით გვაზიარებს და გვასის ხორცებინებს იმ მალს, რომელიც მას ჩვენთვის აქვს გამზადებული აქაც და იქაც. ამიტომ რაც მეტად კარგად ვიმახურებთ, ვილოცებთ, მოვინდოებთ, ვითხოვთ. თხოვნა აუცილებელი, ითხოვდე და მოგეცეთ თქვენ რა თქვია. ეძიებდა და ხპოვოთ, ირეკდით და განგიყოთ. ძალიან ბევრი უნდა ვილოცოთ, ვითხოვოთ. ძალიან ცოტა გვაქვს ჩვენ სულიერი ვაკუუმს, ეგზისტენციალურ კრიზისსა და ჩიხში ვართ ხოლმე. ამიტომ ძალიან უნდა ბევრი ვითხოვოთ, ძალიან ბევრი გვაქვს სათხოვარი, იმიტომ რომ უფალი არის მომცემი ამ ყოველივესი. არაფერი ჩვენ არა გვაქვს, ჩვენ არა ვართ, კი გვაქვს 7 ნიჭი მოცემული, მაგრამ ძალიან ბევრი უნდა ვითხოვოთ, რომ სულიერად გავმდიდრდეთ. რასაც მეტ დისკომფორტ შეუქმნით ჩვენს სხეულს, სხეულებრივ ასპექტს ამ მარხვაში. მარხვა რა არის, რომ ნებაყოფლობითი დისკომფორტი, ნებაყოფლობითი უარის თქმა ფუფუნებაზე, მარტო კვება არ არის, საერთოდ ფუფუნებაზე. ნებაყოფლობითი დისკომფორტის შექმნა სხეულისათვის, რათა სხეულმა იგრძნოს, რომ სულია მთავარი და პრინციპი მისი არსებობისა უფალშია და არა ბიოლოგიურ საკვებში. რათა სხეულმა დისკომფორტი განიცადოს რა, ჩვენი თავის სხეულთან არ გავაიგივოთ და არ გვეგონოს რომ ჩვენ ხოლმე სხეული ვართ, როგორც ბევრი წარმართული ცხოვრები ცხოვრობს ისე რომ თავის თავის სხეულთან, თავის სხეულის სიცოცხლის ხანგრძლივობასთან აღიარებს და უტოლებს თავის ცხოვრებას და მარადიულობას კი არა. ხოლმე ამ მიწიერ ცხოვრებას უტოლებს თავის არსს ცხოვრებისა. ამიტომ არ ახარ შენ მარტო სხეული. სული ხარ, სამშვილელის და სხეულიც, მთელი ადამიანი, ახაც რიცხვის სამი დუმალად ჩადებულია, მაგრამ თავარი შენი სულია. ის ვინც ზრუნავს იმაზე, რომ ფიზიკური უკვდავება და დიდი ხანის ცხოვრება და ხანგრძლივობაზე აქვს აქცენტი და
ხოლმე თავის სხეულზე ზრუნავს და აფოფინებს მას და ფუფუნებს მას, ის სულიერს კარგავს. იზრუნა ადამიანმა სხეულებრივ ცხოვრების განგრძობაზე და სულიერი ცხოვრების სიმდიდრეზე არ უზრუნია სულიერ სიმდიდრეზე, სულიერ ხანგრძლივობაზე ცხოვრებისა და ზოგჯერ იმასაც კარგავს და იმასაც კარგავს. ამიტომ პირველ რიგში სულიერი სიმდიდრე, სულიერი ხანგრძლივობა, სულიერი მარადიული ცხოვრების ასპექტი უნდა გავაცნობიეროთ. ამიტომ რაც მე დისკომფორტ შევქმნით ჩვენ სხეულს, მით უფრო მეც გავაცნობიერებთ იმას, რომ შენ მარტო სხეული არ ხარ და ეს ხახუნი ამას სოფელსა და სურვილი ზეციური შემეცნებას შორის გვაძლევს საშუალებას იმისა, რომ ჩვენი ჭეშმარიტი მე შევიმესნოთ ქრისტეში. რაღაცა კვდება ჩვენში მარხვაში, კვდება ის, რასაც რაღაცას განვისტით, რაღაცის კვდომას განვისტის, იმ ძველი კაცის კვდომას უნდა განვისტიდეთ მარხვაში, თორე მარტო ჭამო არ ჭამო ხო არ არის თავად. ვის გააკვირებ რამის ჭამით, ან ვის გააკვირებ რამისგან თავის შეკავით, ვერავის. ზეცამ ყველაფერი იცის. მოეჩვენები ადამიანებს მარხველად. შექმნი ისეთ სახეს, რომ დიდი ასკეტის, ფარული ასკეტის, რომელიც ჟღავდება, მაგრამ ფარულია თავს ხალებში. ისეთის იერი კონდეს. ექნები ძალიან სულიერი იმიტატორი. იქნები ისეთი რაღაცა რეკლამის გაკეთებელი შენი მარხვის, რომელსაც გამოაცხადებ, რომ შენ ამხელა მარხველი, ამხელა წმინდანი ხარ და როგორ კარგად იცავ ყველაფერს და რომ შენ ამას არ ჭამ, იმას არ ჭამის, ვერავის ვერ გააკვირ. ვერავის. შენში უნდა მოკვდეს, რაც უშლის ხელს ღმერთთან მიახლოებას. ეგო უნდა მოკვდეს შენში, ის ეგოიზმი. ეგო, რომელიც უშლის, რომ შენ ყველაფერი შენი თავის გარშემო ტრიალებს რო გონია, ეს უნდა მოკვდეს შენში და გამოვიდეს შენგან ახალი ადამიანი, რომელსაც ახალი ადამი ქმნის, ქრისტე ქმნის. კი არა არემონტებს, კი არა აჩექვორთმებს, კი არა რაღაცას რესტავრაციას არ უკეთებს. იგი ახალ ადამიანს ქმნის შენში და ძველი უნდა მოკვდეს. და მარხვა ყველაზე კარგი პერიოდი ამისათვის, რომ ეს ძველი მოკვდეს, ძველი ტყავი გადაძვრეს, როგორც გველს და ახალი ულამაზესი ტყავით, ახალი ულამაზესი ენერგიით, სულიერი მენტალური ძალით შეიმოსოს ადამიანი, სულიერი ემოციონალითაც და სხეულითობრივი ჯანმრთელობაც საჭირო, იმიტომ რომ სხეული სატრანსპორტო საშუალებაა, სხეულიც ინსტრუმენტია, სხეულიც აუცილებელია იმისათვის, რომ სინანული განმახორციელო და ცნებები აღვასრულოს და გზახსნილი ქონოდეს, რასაც ყველას გისურვებთ.